მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და რა ხდება აფხაზეთში რუსეთის მიერ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებიდან 18 წლის შემდეგ. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ თეა ჩხიტუნიძე, ბლოგერი, მოდი ესე წარვადგენ, ის ძალიან პოპულარული, მოდი ესე ვთქვათ, შესაბამის წრეებში ძალიან ბევრ საუბრობს აფხაზურ პრობლემებზე. არის წარმოდგენილი პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე შეიძლება ითქვას და მას ძალიან გაათი. მოგესალმებით, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. აქვე შეახსენეთ, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი არის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი და ჩვენი ყურება შეიძლება ყველა პლატფორმაზე, როგორც არის Facebook-ი, YouTube-ი, TikTok-ი. ამ დღეებში 18 წელი სრულდება რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების და იქვე რა თქმა უნდა მოხდა აღიარება ცხინვალის რეგიონისაც, მაგრამ ჩვენ ცხადი აფხაზეთს უნდა ვისაუბროთ. 18 წელი საკმაოდ დიდი დროა, შეიძლება ითქვას ამასობაში თითქმის ერთი თაობა გაიზარდა იგი აფხაზეთში. და მოდი ვთქვათ, რა მოხდა ამ პერიოდში, რა შეიცვალა, რამე თუ შეიცვალა ღვთისმშობლისკენ. დინამიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ზუსტი დინამიკა, სტატისტიკა ალბათ არ ვიცით, სამწუხაროდ სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს. მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, შენ ძალიან დიდი ხანია ხარ, ესე ვთქვათ, სოციალებში, გაქვს ბლოგი და ეცნობი კომენტარებს და ისედაც ამ მხოლოდ კომენტარებს ეცნობი, თუნდაც სოციალებიდან ალბათ ფლოპ ინფორმაციაზე, იმაზე თუ რა ხდება აფხაზეთში და მოდი ვისაუბროთ, ისე და ისე რა მოხდა ბოლო 18 წელიწადში, რა განწყობია ახლა აფხაზურ საზოგადოებაში. პირველ რიგში, მოდი აი ეს შევაფასოთ, ესე ვთქვათ, 18 წლის მერე, აი კვეთრიცულება რამეში თუ მოხდა, რა იგრძნობა. გამარჯობა თორნიკე, მადლობა თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან კარგი საშუალება არის თქვენი გადაცემა, რომ მოსახლეობას გავაცნოთ მიმდინარე მოვლენები ოკუპირებულ აფხაზეთში. თუ რა მოვლენები არის ქართულ ენაზე, ასევე ჩვენი წრებს დილოთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ რუსულ ენაზე, რადგან გავანეიტრალოთ ის რუსული დეზინფორმაცია და გავუფანტოთ ის ფანტაზია, რასაც აწარმოებს კრემლი. 18 წლის ეგრეთ წოდებული თარიღი, ეგრეთ წოდებული აღიარება საერთაშორისო ჭალებში ეს. საერთაშორისო რუსული. ხო, რუსული, მაგრამ ისინი ეძახიან ხო, საერთაშორისოს, ზოგადად ყველაფერი მათთვის საერთაშორისო არის, თუ დავაკვირდებით ფესტივალიც რო არის, სადაც კონკრეტულად მონაწილეობენ აფხაზები და რუსები, ეს მათთვის საერთაშორისო რაღაც ფესტივალად ტარდება, ესეც ერთ-ერთი პროპაგანდის ნაწილი არის, რაც უფრო ყურს ხშირად ხდება საერთაშორისო, მათთვის მით უფრო დამაჯერებელია, რომ ისინი საერთაშორისო პროცესებში არიან ჩართული. რაც შეეხება შედეგს, მე ვიტყოდი არა მარტო ამ 18 წლის განმავლობაში, არამედ ომის დასრულებიდან საერთოდ რა ხდება, მაგრამ კონკრეტულად დღეს ვისაუბრეთ ამ 18 წელზე. რუსებმა, კრემლის რეჟიმმა მისცა ეგრეთ წოდებული აღიარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს და ოკუპირებულ აფხაზეთს. მისცა სრული თავისუფლება, შეუქმნა ილუზია, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან ყველა პროცესში ჩართულები. იქ ნიკარაგუა, ვენესუელა და ჩვენ ნახეთ ხომ, ნაურუმ გაიწვია აღიარება მათი. რა მიიღეს 18 წლის განმავლობაში? არაფერი. ვერაფერი ვერ მიიღეს, რადგანაც მათი საზოგადოება ის რისთვისაც იბრძოდნენ აფხაზები, ის იდეოლოგია რაც ჰქონდათ, იდენტობა და ენა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ომის წამოწყების და ზოგადად ეს ზიზღის ქართველების მიმართ. არ გააჩნიათ არაფერი, ვერც ენა შეინარჩუნეს, ვერც იდენტობას ინარჩუნებენ და ზოგადად უფრო უმცირესობაში მიდიან. ანუ მოსახლეობა ჭირდებათ კანონის მიღება, ეხლა რომ ეს არის ბრჭყალებში კარენოენა როდ აფხაზზე. მათ ჭირდებათ დღეს მიიღონ კანონი იმის შესახებ, რომ აფხაზური ენა უნდა იცოდეს ადამიანმა აფხაზეთში. გამოროიცი მსჯელობენ რუსულად. აი ხო, ეს ხო რაღაცა საოცრება არის იმაზე, რომ უწევს საუბარი ბრჭყალებში სახელმწიფოს, რომ თავისი ესე იგი ენა უნდა იყოს სახელმწიფო ენა აფხაზური და დღეს ჩვენ ამ ტრაგიკომედიას ვაკვირდებით თბილისიდან.
იმ პლატფორმებზე, რომელზეც ჩვენ ვართ დარეგისტრირებული და ეხლა გადავედით კიდევ ახალ პლატფორმებზე, რაც ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საერთაშორისო, ნამდვილ საერთაშორისო საზოგადოებას. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეშინებულები არიან ამ ფაქტით. რატომ? იმიტომ რომ ხალხში ვრცელდება რუსულ ენაზე ინფორმაცია გაფილტრული რეალურად, რაც აკეთებს კრემლი. აფხაზურ ეგრეთ წოდებულ მხარეს ეს არ აწყობს და საკმაოდ ჩვენ არც ველოდით, ხო, ამ ესეთ გამოხმაურებას, რომ ცნობილი ადამიანები, მათთვის ცნობილი ადამიანები, ისტორიკოსები, ეგრეთ წოდებული ვეტერანები გამოდიან და ეწევიან პროპაგანდას, რომ არ უსმინოთ ამ ქართულ პროპაგანდისტებს, მათ უნდათ რომ რუსეთთან წაგვაქეზოს. რა თქმა უნდა, წავაქეზოთ ჩვენ ვაშუქებთ სიმართლეს რაც არის, მაგრამ მათ რომ თავის სიმყარეში ეჭვი არ ეპარებოდეთ, ხომ? მე თუ რაღაცა კარგი ურთიერთობა მაქვს რომელიმე სახელმწიფოსთან არ დამჭირდება გამოვიდე და ვიღაც რიგით ბლოგერს დავუთმო ამდენი დრო, რომ შენ გინდა რომ მე რუსეთთან ანუ რა დონეზე ხდება ეს მიმდინარეობს ბრძოლა? ხო ბლოგერ თეონაჩხუტუნძესთან. ხო, წარმოიდგინეთ, რომ გამოდის ვიღაცა და ამბობს ამას, ხო და რაღაც თავის პოზიციონირებს, როგორც რაღაცა მაღალი. მაგრამ ამ ხალხს, რომლებიც ისე ვთქვათ, ცდილობენ გაანეიტრალონ აი ბლოგერი თეონაჩხუტუნძე, მე თვითონ აფხაზურ საზოგადოებას უპასუხობს რამეს კომენტარებში. იცით რა არის? აფხაზური საზოგადოება ძირითადად ჩვენს გვერდზე ვინც არიან ეს ბრჭყალები მოქცეული ხალხი ისინი ძირითადად ხარს უჭერენ ამათ, რომ კი, აი რაღაცა პროპაგანდას და შემდეგ რომ დაუპირისპირებ თუნდაც იმ კომენტარში რაღაცა ფაქტს უკვე უკანიხებს, პასუხს ვერ გცემს და ის ადამიანები, ანუ გწერენ, პირადში გწერენ, არიან ადამიანები, რომლებიც იწერებიან, რომ აი ჩვენ იცით რა არის თქვენაირად, ბევრი ფიქრობს, ბევრი აფხაზი ჩვენთან შეცვლილი არის, ჩვენ მაგრამ ღიად ვერ წერენ. მაგრამ ღიად ვერ. და პირადში იწერებიან. პირადში იწერებიან. იმ დღეს სტრიმში 13 წლის ბავშვი ყავდა სტუმრად, რომელმაც დასვა ესეთი კითხვა. მართალია რომ ქართველებს გსურთ ჩვენი ამოწყვეტა და ჩვენი ენის განადგურება. აი ესეთი კითხვა დასვა ბავშვმა. ჩვენ არ გსურთ, მაგრამ ისეაც რომ ხდება სამწუხაროდ ეგ პროცესი. ხო, ჩემი პასუხი იყო რომ გადაეხედა რა პროგრამით სწავლობს სკოლაში, რა ენაზე სწავლობს და ყველაზე ხშირად რა ენა ხდება ქუჩაში კურსში. და მან თქვა რომ ეს არის რუსული სამწუხაროდ. ხო, და ჩვენ არანაირი ისე თქვა ბრალი არ მიგვიძუქეს, არ ჩარულო ვარ თამაში საინტერესო. აი იცით რა არის ეს დიალოგი რო ქონდა ამ ბავშვთან, როცა ვუხსნიდით, აი ეს შემოყრილი ტროლები, ბოტები იმ დონეზე მივიდნენ, როცა ამ ბავშვმა ცოტა ლოგიკურად წავიყვანეთ საუბარი ამ ბავშვთან და თვითონ ცემდა უკვე კითხვის პასუხს, რომ ეს არის რუსეთის დაგეგმილი პროპაგანდა, რაც დღეს აფხაზეთში ხდება და რაც მოხდა ქართველებს და აფხაზებს შორის. რომ ისიც კი იკადრეს, რომ ბავშვს იუდას ეძახდნენ კომენტარებში და 13 წლის კი არის. კი, 13 წლის ბავშვი. მაშინ ხო იუდას ესე ვთქვათ, მიაკერებდნენ მარტივად, რაღაც 13 წლის არის. და სხვაგვარად ბავშვმა ძალიან კარგად უპასუხა, რომ თქვენ ხელს უშლით ჩვენს ურთიერთობებსო, აფხაზებს პირდაპირ განუცხადა სტრიმიდან. და ეს ტენდენცია სიმართლის ლაპარაკის უფრო ახალგაზრდა თაობაში შეიჩნევა თუ უფრო ზრდასრულ თაობაში? იცით რა არის პირაჩი ანუ ზრდასრული თაობა თუნდაც ის ომის ვეტერანები ვინც იყვნენ იმ იდეოლოგიით რითიც იყვნენ ხო ისინი წხვდებიან რა მოხდა რეალურად გაანალიზეს ეს გადააფასეს ყველაფერი ისინი წხვდებიან მაგრამ ჩვენთან ურთიერთობა ისე შეუძლიათ მაგრამ ანუ არ შეუძლიათ საჯაროდ არც უნდათ ჯერ არც შეუძლიათ და შემდეგ არ თვითონაც არ აქვს სურვილი იმიტომ რომ აი რაღაც ეს თამოყარეობის ამბავია რომ უკან დახევის მომენტი ინტერნეტს თუ იომა ხო, აი ეს უკან დახევა რომ საკუთარ თავთან ვერ არ უნდა არ სურს გამოწვდომა რომ ის რაღაცა შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება რა მიიღეს ხო ამ ყველაფრით აფხაზებმა ვერაფერი ვერ მიიღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ საერთოდ ვერაფერი რადგან დღეს პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ამინს ქმნის კრემლი
კრემლის გადაწყვეტილების გარეშე არ ხდება არაფერი, კრემლს მოუნდება აფხაზები დარჩებიან მშიერი, კრემლს მოუნდება აფხაზები ვერ გადავლენ საზღვარზე, კრემლს როცა მოესურვება ისინი დარჩებიან განათლების გარეშე, რადგან მათი ყოველთვის მაგაზე უსვამ ხოლმე ხალხს, იმიტომ მათი საგანმანათლებლო პროგრამა დაწყებითი კლასები არის აფხაზური ნაწილი და შემდეგ სრულიად რუსიფიცირებულია. მე ამ დონეზე მართლა არ მეგონა, რამოდენიმე დღის წინ გადავხედე მათ წიგნებს. აფხაზეთში ჩვეულებრივად რუსული პროგრამა, რუსეთის ისტორია, რუსეთის ლიტერატურა და აფხაზური ისტორიის წიგნი არის რაღაცა ჩვენი პოლიტიკოსების საარჩევნო ბუკლეტები უფრო ისეთი სქელი არის, ხო, ჩვენი უფრო მოცულობითია ვიდრე მათი ისტორიის წიგნები. ხო, ანუ გასაგებია ხა იქ საითაც მიდის და ლიტერატურას რომ სწავლობ, ხო, ნუ სამი წერლიც ვერ გახვალ ფონს და ვერ მიიღებ განათლებას იქ დოსტოევსკი და ასე შემდეგ თუ არ ჩაუმატე რუსეთიდან. ხო, ნიქნები კი არის ჩასამატებელი წერილები, ხა მაგას ვერ წავთ ვერანაირად. Ну, ამაზე არ შეიძლება გეხსენოთ ანდაზა რუსული. За что боролись на той на паролис ქართულად თარგმნოთ რისთვისაც იბრძოდი იმას წამოეგე ამ იბრძოდი უგეუნდა რომ მიზანი იყო კარგი და დიადი მაგრამ რომ მიაღწია მიზანს მოტრიალდა ყველაფერი შენს წინააღმდეგ ხო ეს მივიღეთ ესეთ ვითარება მე ძალიან ბევრ ჩემს სტუმარს ვეკითხები რა თქმა უნდა პასუხი ზუსტი არავის არ აქვს იმიტომ რომ სტატისტიკა არ არსებობს დემოგრაფიული მდგომარეობა გასაგებია გაუარესებული აფხაზების საზიანოდ ენის ცოდნას გასაგებია რომ ამ ხრივაც ძალიან მკვეთრად უარყოფითი დინამიკაა და ამაზე თუ საუბრობენ ისინი იგივე პირადში ან კომენტარებში რას წერენ აი ამ სიტუაციაზე რომელიც აი ამ ხრივაა შექმნილი დემოგრაფია და დემოგრაფია ისეც არის რა თქმა უნდა მათ სასარგებლოდ მას შემდეგ რაც ნუ მოხდა ეთნიკური წმენდა ქართული მოსახლეობის ნუ იდეაში ისინი იქცნენ პირველ იმას ეთნიკური ჯგუფად ხო აფხაზეთში მაგრამ უკვე როგორც ჩანს ეგეც და ესეც აიკარგა იმიტომ რომ ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას რომ ეხლა სომხები უფრო მეტნი არიან ეს არა მარტო პირად საუბრებში და რაღაცა კომენტარებში გამოიხატება ამაზე მიდის უკვე ღიად საუბარი მათი პოლიტიკოსები ოპოზიციონერები უფრო საუბრობენ ამ ყველაფერზე და ანუ განგაში ზარია შემოკრული რომ ისინი რჩებიან უმცირესობაში ისევე როგორც იყვნენ ისინი კარგავენ თავის იდენტობას მათ არ აქვთ უფლებები ეს ეხლა მგონი ყაზახები თუ რაღაცები ყაზახები არა ბოდიში დაემატნენ რუსეთიდან ვინც მუშაობდნენ იქ აღარ მახსოვს ეროვნება რაღაც ესეთი ხალხი ვინც მუშაობენ იქ ყირგიზები მგონი თუ რაღაც არ მახსოვს ანუ ვინც მუშაობდნენ იქ რუსეთში და ეხლა გადმოვიდნენ აქ მუშაობენ აფხაზეთში სხვათა შორის მაგალითად შიში დარჩებიან იქ შეაქვს რომ დარჩებიან კი იმიტომ რომ იქ რაღაცა თავისი ეგრეთ წოდებული ოფშინები მოიწყეს სომხებს უკვე ძალიან ღრმა დააქვთ ფესვები გატმული საკმაოდ ჩრომის უნარიანი ხალხი არის სხვათა შორის და აფხაზებს ეს შურის მომენტიც აქვთ მათთან განგაში ზარი შემოკრულია მათი მხრიდან და თვითონაც ხდებიან იმიტომ რომ ენაზე იყო საუბარი და ერთი აფხაზი ამბობდა მგონი პოლიტიკოსია თუ ენად ცოდნე არ მახსოვს პირდაპირ რაღაც ბრიფინგი იყო ჩანიშნული განაცხადა რომ ვინ გვიშლის დღეს აფხაზურ ენაზე საუბარს ქართველები ხომ აღარ არიან მიხვდნენ რომ ქართველები არ უშლიან. დასჭირდა მას 33 წელი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ხა მე-5 წელია უკვე მიმდინარეობს როგორც ვიცით ომი უკრაინაში რამდენიმე აფხაზი დაიღუპა ფრონტზე. სტატისტიკურად მათთვის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა კი და აი ამაზე რა კომენტარები კეთდება რა სამობენ. არასამობენ ამაზე. ისინი ეს პროპაგანდისტები ღიად აფიქსირებენ იმ აზრს, რომ კი ჩვენ დედა რუსეთს უნდა დაუდგეთ გვერდით, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომ არა რუსეთი რა გვეშველებოდა და ვიღუპებოდი, თუმცა აი ეს აფხაზკი დუხ რომ მათ შიშველი ხელებით მოგვიგეს თავის დროზე ომი, ვიდრე ანუ სამაზის პარტანელის ლეგენდა შექმნეს. ისინი თავს ვალდებულად გრძნობენ, რომ დაიცვან რუსეთის ინტერესები, რადგან ეს ერთგვარი პროპაგანდა 90-იან წლებში, როდესაც იყო ომი, აი მათ ქართველებს ეხმარებოდნენ უკრაინელები და ჩვენ ეხლა შური უნდა ვიწიოთ, რაღაცა 50-მა აფხაზმა უნდა იწიოს შური.
უკრაინას და ხშირად ემუქრებიან ხოლმე ჩვენს ქართულ ლეგიონს, კავკასიურ ლეგიონს, მამუკა მამულაშვილია სამიზნეში ამოღებული, მიდიანის მეომრები და აი პირდაპირ ამბობენ რომ მე მივდივარ, იმიტომ რომ უნდა მოვკლა მამუკა, იმიტომ რომ უნდა მოვკლა ქართველი და ასე შემდეგ. ეს პროპაგანდა კი არის, რომ თავს ვალდებულად, იმდენად მონური დამოკიდებულება. დაღუპულებზე რას ამბობენ? დაღუპულებზე იცით რა არის? დაღუპულებზე ფიქრობენ, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ესენი ანუ ძალიან არაფერ შუაში შეეწირნენ ამ ყველაფერს, განსხვავებით ოსებისა, იმიტომ რომ ოსები უფრო რაღაც ისე არიან, რომ თავი უნდა შევწიროთ დედა რუსეთს, მოკლავ დედას, მოკლავ მამას, აი რაღაცა ესეთი. ან დიდი განსხვავება ამ დამოკიდებულებაში. კი, ძალიან უფრო ბევრად რუსიფიცირებულები არიან ცხინვალის რეგიონში, ამათ რაღაცა ამბიციები მაინც აქვთ, იმიტომ რაღაც გასახანიც მისცეს და იქ თავი აგრძნობინეს დამოუკიდებლად და ну რაღაც შეუქმნეს ეს ძალიან დიდი ილუზია შექმნილი. ავიღოთ თუნდაც ეგრეთ წოდებული მინისტრი ოლეგ ბარციცი. ოლეგ ბარციცი, რომელიც ჩადის ჟენევის მოლაპარაკებებზე და შემდეგ ესე გამოდის და ძალიან დარწმუნებულად აფხაზებს მოახსენებს ხოლმე, რომ იცით რა არის ჩვენ განვიხილეთ ეს. რეალურად ოლეგ ბარციცს არაფრის განხილვა არ შეუძლია, იმიტომ რომ არ არის იქ არანაირი სტატუსი. წარმოდგენილი საერთოდ. იქ ლაპარაკობს რუსული მხარე, რომელიც დღეს ცდილობს, რომ ითამაშოს როლი შემრიგებლის. და რეალურად რუსეთს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა, რაც 2008 წელს მოხდა. სრულად აიღო თავის თავზე, ხო? ოლეგ ბარციცი გამოდის და ესე იგი არწმუნებს ამათ, რომ მან ილაპარაკა და ყველაფერს დაალაგებს თვითონ. საშუალო ძალიან ისე თქვა თუმცა დამაჯერებელი საუბარი იცი? კი, მე AI-ის კაცს ვეძახი მაგას. ძალიან გაშიშებული. თუმცა არის ერთი რაღაც, რაც მოსახლეობა ვერ ხვდება აფხაზეთში. მან ეს განცხადება სპეციალურად, ანუ შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებებიდან, როგორც კი გამოდიან, ანუ ქართული საქართველოს წარმომადგენლები დგებიან, არის ბრიფინგის ოთახები სპეციალური, ხო, სადაც ინტერვიუ ჟურნალისტებთან შეხვედრა არის. ჩვენები თავისუფლად აკეთებენ კომენტარს, ყველა კითხვაზე ცემენ პასუხს. განსხვავებით რუსული დელეგაციისგან, რომლებიც უკვე დამთავრებული არ არის შეხვედრა, მანქანებში ზიან და გარბიან და ყველა კითხვას არიდებენ პასუხს. ოლეგის ვიდეოც ჩაწერილი, რომ იყო ბოლოს წინა იყო, არ მახსოვს, კაცმა საიდანაც ეს self ვიდეო ჩაწერა. ეს საკეწერენ ხოლმე როგორც ეს. ხო, როცა შეეძლო, რომ ჩაეწერა ოფიციალურად, თუ პრეტენზია გაქვს, რომ რაღაცა ოფიციალურ საერთაშორისო დონეზე ხარ წარდგენილი, მაშინ ის უნდა შეგეძლოს, რომ რეალურად ის სადაც რუსები არ ეძლებენ კომენტარს, მითუმ ეხა ბარციცი ვერ მიწეს ის კომენტარს. ჩადის, ხო, დღის წესრიგს ხო იქ კრემლი ადგენს, მაგრამ ის ჩადის იქ რომ ვითომ თელ მსოფლიოს მიაწვდინოს იქედან ხმა და რეალურად სადაც საშუალება ეძლევა რომ მან ჟურნალისტებთან გააკეთოს ეს კომენტარი, ხო? ის იქიდან გარბის და რაღაც self ვიდეოს წერს, ეხლა ირონიულად გამომდის ვიღაცა აფრიკა და ხასიკასთვის რომ იქ ნახოს და დაიჯეროს რომ აუ რა მაგარი მინისტრი ყავს ნახე ჟენევაში გამოვიდა. და ეს მუშაობს, ეხლა დავანებოთ თავი ეხლა აფრიკა და ხასიკასი, ყველა ერთზე შეიძლება ისე თქვა ახსენო რაღაც სახელი, მაგრამ აი მუშაობს იმ ხალხზე, ვინც თუნდაც სოციალებში აქტიურად არის და უნდათ რომ გაიგონ რა ხდება სიამდვილეში და შემოდიან კონტაქტში და კომენტარებს წენ. აი ამ ხალხზე მუშაობს ეს შოუები, მართლა AI-სავით რო ლაპარაკობს ბარციცი? კი, ანუ მუშაობს იმდენად აქვთ გამჯდარი ეს პროპაგანდა, მაგ რაღაც ნაწილზე მუშაობს, მაგრამ იცით რა არის, რაღაცას დავაკვირდი კიდე რომ ძალიან დიდი ზიზღი აქვს აფხაზებს რუსების მიმართ. ეს რაში გამოიხატება? ეს გამოიხატება თუნდაც იმაში პირად საუბრებში. მე არ ვიცი, მე არ მიცხოვრია აფხაზეთში არის ეს, არც ვიცნობ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ესე რა სიტუაცია იყო იქ ომის წინ და უშუალოდ ომის დროს არ ვიცი. და აი ეს შიდა პოლიტიკა თვითონ ძალიან კარგად ხვდებიან. თქვენ გონიათ მოსწონთ, ეხლა გუშინ დავდე პოსტი. რა ხდება? აფხაზეთის ეგრეთ წოდებული განათლების სამინისტრო დებს პოსტს რუსეთმა აჩუქა წიგნები პირველ კლასელებს. აი ზუსტად 10 სიტყვა არც კი წერია აფხაზურად პოსტში და გამართული გრამატიკული ესე იგი ის რა ქვია ტექსტი არის რუსულად. განათლების აი სპეციალურად აღნიშნა მაგას განათლების სამინისტრო. ავიღოთ ტელეგრამ გვერდი, რომელიც ესე საიმიჯოდ გააკეთა ბადრაგუმბამ, ხო? ალბათ ორი ადმინია არ ვიცი, იმიტომ რომ არის დღეები, როცა აფხაზურად და რუსულადაც წერს და არის დღეები, როცა მხოლოდ რუსულად წერს.
ხო, რაღაც ორი ადმინი ამბავია, ან რუსული ამბავი არის მანდაც. გუმბამ ვერ იშოვა ორი ადმინი, რომელიც აფხაზურადაც საუბრობს, როგორც ჩასაკიდან გამოდის, ხო? ხო, რაღაც ეს, იმიტომ რომ უფრო რუსულად არის, უფრო ხშირად ეს ისინი და მე ენაზე იყო, ხო, დაყოფა. აი, ამდენი წლის მერე თუ მართლა შენ გინდა რომ სახელმწიფო აშენო, შენ გინდა რომ გააკეთო რაღაცა შენი ეგრეთ წოდებული ქვეყნისთვის 18 წლის მერე ეს კარგი აღიარებინა, მაგრამ ომის შემდეგ რატომ უნდა 300 წლეული გავიდა, რატომ უნდა დაგჭირდეს იმის მტკიცება, რომ შენმა მოქალაქემ ეთნიკურად აფხაზმა საჭიროა რომ ისაუბროს აფხაზურად. ნუ ეს ხო აბსურდია საერთოდ. აი რომ შეჯამისკენ რომ წავიდეთ, მოკლედ ხო გამოვიკეთა რამდენი მომენტი. ეხლა უკვე მათ ამდენი ხნის მერე რაც ნუ ბჭყალებში დამოკიდებლები არიან, უწევთ საუბარი რუსულ ენაზე რომ აფხაზურ ენა დაიცვან. გუმბამ ვერ იშოვა ორი ადმინი რომელმაც იცის აფხაზური ენა რუსულის გარდა და ნუ ეს დინამიკა არის მათთვის ნუ პირდაპირ თქვათ ძალიან უარყოფითი და აი რომ წამოვიდგეთ 18 წელი რო გავიდეს დღეიდან და ამ სიტუაციაში ეს სტატუს კო არ შეიცვალოს წარმოვიდგინოთ ხო როგორ რა მოხდება აფხაზეთში აფხაზურ საზოგადოებაში როგორ ფიქრობ სრულიად რუსიფიცირებულები იქნებიან, აბსოლუტურად რუსიფიცირებული, უფრო გაღვივდება ეს ზიზღი, წერა გამომჩა, იმიტომ რომ ეს არის ბოლო დროის ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა, ეს არის საწვავის გატანა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთს ოკუპირებულ აფხაზეთში. იმიტომ რომ აფხაზებს დღემდე ზოგს გონია რომ ჩვენგან იყიდეს ეს ბენზინი. რეალურად როგორც თბილისს როგორც არ შეუძლია მიყიდოს ბათუმს როგორც სახელმწიფოს ხო ამაზე კომენტარები იყო მართლა რომ ამბობდნენ რომ ვიყიდეთ ხო ჩვენო ესო ვიყიდეთო როგორც სახელმწიფოს ხო მაგრამ რეალურად იქ არანაირი პროცედურა გამბაჟების არ ჩატარებულა ხო საოკუპაციო ხაზი როცა გადაკვეთეს ამ მანქანებმა და ოპოზიციაც ითხოვს რომ საბუთებიო წარადგინონ რომ ეს გამბაჟდაო და იყიდეს. სრული აბსურდი. სხვა სახელმწიფოსგან, ეს არის სრული აბსურდი და თვითონაც არ ახსენებენ სხვათა შორის რომ საქართველოსდან არის რაღაცა მესამე ალტერნატიული გზით შემოტანილ საწვავს უწოდებენ საქართველოსდან კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილ საწვავს. გასაგებია. ნუ ძალიან ხშირად ესე ვამთავრებ ხო გადაცემას რომ დამეიმედებელი ბევრი არაფერი მაგრამ ნუ რაც არის ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ რეალობა დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა იმის რომ აკეთებ ძალიან კარგ საქმეს რუსულენოვან ესე თქვა ბლოგოსფეროში იმიტომ რომ ეს ნამდვილად საჭიროა მადლობა თეო მოგელოდები კიდევ გადაცემაში ჩვენი გადაცემა კი თქო ისე დაბრუნდება დიდი მადლობა თქვენს და გვპირდებით ძალიან ბევრ ახალ პროექტს რუსულენოვანს ქართულენოვანი არ იქნება, რადგან ჩვენი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში მოვაწეობა სრულიად ეთმობა რუსული დეზინფორმაციის გაქარწყლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვპირდებით ძალიან საინტერესო გადაცემებს რუსულ ენაზე, თავისი დოკუმენტაციით, უფრო შემართებით ვართ, რამდენჯერაც ამბობენ რომ უნდა გვებრძოლონ, იმდენი ორმაგი ძალა გვემატება და შემართებით ვართ მოგსაქმეში. ნუ სასაუბრო გვექნება ისე. კი. კიდევ ერთხელ გამშვიდობები და კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემა ისევ დაბრუნდება.